გუნდში უკვე არის გახეთქილება. ერთი ეს ვანო ბახმუტელი რო ყავს იქა. ნახეთ როგორი აღშფოთებული არის ეხლა თავისი გუნდის წევრების მოქმედებებით. აგი რა, კაცი აღაშფოთეს ვანო. აგი? ხვალიდან ველოდები მოქმედებას. იქ პარტიაში პარტიული გარჩევები და ესეთ მოგითხათ ყველა პარტია, ყველაფერი, სულ ყველაფერი იმ პარტიასთან დაკავშირებული რაც არის, თუ ჩვენ სამშობლო დავკარგეთ რა. სულ საფეხზე მკიდია მათ პარტიებში რა ხდება რა. ამიტომ მოგიწოდებთ განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ომისვეტენებს იმოქმედეთ რა. დედა მოუწყარეთ, რესტორანი იქნება, ბარი იქნება თუ სადაც იქნება. ცოტათი მაინც დავემსგავსოთ უკრაინელებს და ებრაელებს. 500 კილომეტრის რადიუსში ხდება ჩვენს გარშემო ეს არეულობა რაც ახდება და რასაც რუსეთი აკეთებენ იგივე ისრაელში, იგივე უკრაინაში. ძალიან ახლოსა ვართ იმ ტრაგედიასთან რაც შეიძლება მომავალში მოხდეს. ამიტომ მოქმედება საჭირო, მაქსიმალურ შევიწროება და გამდენა არის ჩვენი ქვეყნა საჭირო აუცილებლად. ვანო, მოდი და შენი მოქმედე, იქიდან რო იძლევი მიდიტები. ჩამოდი და შენ დაგვანახე რაღაცა რა. ბიჭო, შედალოცულო ქვეყნის ბედი თუ აქ წდება, ჩამოდი იქიდან რო დირექტივებს იძლევი. ჩამო ანახე შენი პირადი მაგალითით ამ ხალხს რო ხო იძახი, გეთახმები იმაში დედას რო აგინებ, მართლა საგინებელები არიან. მაგ ნაწილში აბსოლუტურად ის ერთმანეთზე რო ლაპარაკობენ, ორივე სიმართლეს ლაპარაკობს. ერთმანეთს რო აგინებენ რა. აქით ჩერგოლეიშვილი, აქით ბოკერია, ესე იგი მინდი მოვდი და ვანო გელოდება საქართველოს ჩამოდი შენ და გაუძეყი ამ ხალხს რუსთაველზე რა შენი აი სამხედრო ფორმით რა გამოდი ერთი და თქვი შენი სიტყვა ხომ უნდა თქვა რატო არ მოდის ეს კაცი მე ვერ ხვდები რა ესე იგი არ ვიცი რა ეს რა ტიკტოკერია თუ ბრძოლის ველზეა კიდე ვერ გავიგე ამდენი ტყვი არ გაუსვია რამდენი ჩართვა გააკეთა ტიკტოკიდან ეს ხალხი საბრძოლოდ არის წასული კა მიგეკითხები ერთობიან ის მძიმე შემთხვევა არა ისთვის არიან წასული მე ვერ ხვდები დღე და ღამე ეს კაცი ტიკტოკში მხედავ რა ჩავთა 5 ჩართვა აქვს უკვე მე ბრძოლის ველზე მგონია ხალხი უპება იქა და ეს იმიდან იმარჯვება რა ივანე ჩემი არ იყოს თქვენს წონაში ხართ მომატებული და ჭირდებათ კარგი დიეტის რაღაცა ისინი გარკვეულწილად დირექტივები, რაღაც რეკომენდაციები და ეს კაცი ტიკტოკერთან ერთად ყოფილა დიეტის სპეციალისტიც ეხლა იმიტომ რომ ეს ვანო ბახმუტელზე მაქვს საუბარი ერთი ნახე რა ვარჯიშებს ატარებინებს აი ვისა წონა გაწუხებთ აწი ამ კაცს და შევხედო ხოლმე ხშირად ისეთ варჯიშებს ატარებინებს წონაში დაგაკლებინებ და ნახე ეს я вам сейчас покажу как это делается папа для разминирования должен быть где-то 65 сантиметров, 75 сантиметров. И начинаешь работать вот так. 45 градусов. И от 3-4 сантиметра. Расстояние между вот один, расстояние должен быть 3,5-4 сантиметра. А сверху тоже берешь 5 сантиметров и так проверяешь. 2, 3, раз, 2, 3, раз, 2, 3. Это уже шаг твоего размера. Потом еще раз, 2, 3, второй шаг сделал. Второй номер. Где я шаг положил, то же самое идет. И так продолжается. Так что вот это минимальное знание такое, как надо пройти для маленькой группы, маленькую создать для себя чистую без мин тропу. მე არ ვიცი ეს ამ ოკუპანტის ენაზე რატო ლაპარაკობთ თქვენ მე ხო ვიცი რომ თქვენ იქ ებძვით ამ ძილგამომთხრელ და სისხლიან რეჟიმს და იმას იმპერია ოკუპანტის ენაზე რატო ლაპარაკობ ვანო მე ვერ ხვდები